მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოზიტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდიავა ახალამბებში ნახავთ. ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმე. სასამართლომ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ყველა მათგანი გადაყენებულია თანამდებობიდან. ვინ აღიარებს დანაშაულს და როგორია დაზარალებულების მდგომარეობა? სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება სამართალ დარღვევაზე და ოპოზიციის ყალბი პათეტიკა. როგორც ცდილობენ ერთეული დანაშაულის სისტემურ პრობლემას წარმოჩენას ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმი დააკანონეს. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. ოპოზიციური ერთობის დემონსტრირების მცდელობა ჩავარდა, ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. წავე ურთიერთბრალდებები და მხილების სერია. რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან ოპოზიციურ ძალებს? ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური ტენდენციები. რა დარგებმა იქონია გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. საქსტატის 4 თვის მონაცემები მთავარ გამოშვებაში. პირველი ბიზნეს ლაუნჯი და სწრაფი გასასვლელი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. დეტალები რამდენიმე წუთში. ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 6-ვე მათგანი ასევე გადაყენებულია თანამდებობიდან. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სხდომას არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია, თუმცა ცნობილია მათი პოზიციები. ყველა მათგანი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, დანაშაულს კი 5 მათგანი აღიარებს. რაც შეეხება დაზარალებულს, პაპუნა ლოცუაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ანა შანიძე გიამბობთ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა 6-ვე სამართალდამცველის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც. ადვოკატებმა კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. სასამართლოს შენობაში მისულმა ბრალდებულებმა პროცესზე დასწრებისგან თავი შეიკავეს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ მათი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ბრალს კი 5 მათგანი აღიარებს. ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ეს პირებით გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შესაბამისად, სწორედ ამითი გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. ეს არის როგორც ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით, ვინც ამ ეტაპზე გამოკითხული არის, ასევე ვიდეომასალაში არის ასახული ეს ყველაფერი. პროკურორის განცხადებითვე საქმეზე გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი მტკიცებულებები გაანალიზდება. პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით მე ეხლა ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მხოლოდ 48 საათია დაწყებული გამოძიების დაწყებიდან გასული. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლება არის შესაბამისად. რაც შეეხება მათთან ერთად, მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკობენ, კი ბატონო, რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი გარკვეული არის ამ ეტაპისთვის, თუმცა ის რომ იქ ყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე დანაშაული, ეს არის გამოძიების დასადგენის საკითხი და ამ კუთხითაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მედიასთან კომენტარი დღეს მხოლოდ ერთმა ადვოკატმა გააკეთა. ირკვევა, რომ დაკავებული სამართალდამცველობიდან წარდგენილ ბრალდებას მხოლოდ ერთი, ალექსი ბადალოვი არ აღიარებს. მან მისცა ამგვარი ჩვენება, რომ ის ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ
დახმარების მიზნით სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეო მასალაშიც არის ის, რომ ის აწვდის ხელბორკილს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს. რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა ბუნებრივია არ იცოდა და არც არავის განუმარტია მის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლ ორივე პირს დაზარალებული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ. ცნობის პარალელურად მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი მოთხოვნის არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენ არ გვაქვს იდეა ფიქსის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს ან შემცირდეს, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ობიექტურად იქნეს ასახული საქმის მასალებში ის გარემოებები და ის ფაქტები, რომელიცაც ადგილი ჰქონდა და ეს ფაქტები სწორად იქნეს მისადაგებული თითოეული პირის პასუხისგებლობის საკითხთან. დაზარალებული ელაშა აბისონაშვილი გამოძიების მიერ გამოკითხულია, პაპუნა ლოცულაშვილი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო დასკვნების გამოტანის საფუძველი არ არსებობს. ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლზეა, არაფერი მიზეზი რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურად არ არსებობს, რა კი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, რომ ის გადიოდეს რაღაცა მკურნალობის დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს უშუალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული, თუმცა ამ წუთას არაფერი პირი არ უჩანს ისეთი, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც თქვათ მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩაუტარდა ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა. ჩატარებული კვლევას მოიცავდა თავისთავად კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს, თქვა, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას არ ვლინდება. ვიტალური პარამეტრები სტაბილურია, მხოლოდ და მხოლოდ დაყოვნების მიზეზი პაციენტთან არის შემდგომი მონიტორინგი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ 6 პოლიციელი გორში ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების მკაფი ოპოზიცია. თუმცა სახელმწიფოს მყისიერი რეაგირების მიუხედავად ცალკეული ჯგუფების მხრიდან საკითხით სპეკულირება გრძელდება. ყველაზე მეტად აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა, პარტია, რომელმაც მმართველი გუნდის შეფასებით ქვეყანაში დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნა, დამნაშავეთა კოლექტიური მფარველობა კი სისტემის ნაწილად აქცია. ქუჩაში ჩაცხრილული და ცემით მოკლული ახალგაზრდები, პატიმრების წამება და ადამიანების პოლიტიკური დევნა, ეს ყველაფერი კი ხშირ შემთხვევაში ნაცმოძრაობის ხელისუფლების პირველი პირების მითითებით ხდებოდა. მძიმე ფაქტები საქართველოს უახლესი წარსულიდან ბრალდების ავტორებს დღეს ქართული ოცნებიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს. დეტალებით სოსო ელისაშვილი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სურვილი და ნაცმოძრაობის წარსულის გათეთრების მცდელობა, ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მცდელობას გორში მომხდარი ერთჯერადი ფაქტი, რომელზე რეაგირებად სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში ჰქონდა სისტემურ ძალადობად წარმოაჩინონ. ეს არის სისტემური წამების კიდევ ერთი ეპიზოდი, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში არიან საფრთხის ქვეშ, სისტემური წამების საფრთხის ქვეშ. ეს საქართველოში ხდება პრაქტიკულად ყოველდღე. სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადამიანების წინააღმდეგ, სხვადასხვა პოლიციელების მონაწილეობით, მაგრამ ხდება ყოველდღე. ქართული პოლიცია დღეს არის ეს.
არაფერი განსხვავებული არ ხდება სხვაგან. მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თუ მოქმედ თანაგუნდელებთან შედარებით ცინიზმი უფრო დიდი დოზით აღმოაჩნდა მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსუბუქების მოტივით უარგუმენტოდ ამტკიცებს თითქოს მისი პრეზიდენტობის დროს ციხეებში მდგომარეობა იდეალური იყო. გავრცელებული კადრები კი სადაც პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობაა ასახული, რუსული სპეცსამსახურების შემოქმედებაა. ციხის კადრები რუსების შეკვეთით იყო დადგმული და იყო რუსული დიდი სპეცოპერაციის ნაწილი და გორის კადრები კი ნამდვილი. ადამიანების უფლებების დაცვასა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე 7 ნოემბრის 26 მაისის და სხვა არაერთი ტრაგიკული თარიღის ავტორები საუბრობენ. საგულისხმოა, რომ მხოლოდ 2013-11 წლებში ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს უწყების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 10 ადამიანია მოკლული. მათ შორის ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგულიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, როინ შავაძე, დავით ცინდელიანი, გია კრიალაშვილი, ნიკა კვინტრაძე, სულიკო ასათიანი. მომხდარზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირების ნაცვლად კი სააკაშვილის ხელისუფლება მათ ოჯახებზე წნეხსა და ზეწოლას ზრდიდა და გაჩუმებას ცდილობდა. ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული მდგომარეობა საზოგადოებას ახსოვს და სააკაშვილის წერილები ამას ვერ შეცვლის. ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ სწორედ სისხლიანი და დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს უთხრა უარი ქართველმა ხალხმა. სააკაშვილმა რაც არ უნდა ისინი პოემები წეროს, ფაქტი არის ფაქტი. და ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ, ყველას კარგად გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომელიც კასტრებიდან იქნა მოპოვებული, როდესაც ციხიდან გამოყავდათ პატიმრები და რას უშვებოდნენ აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად იცის ის რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. 150-მდე ადამიანია ქუჩაში დახურეტილი. მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდობის. ასე რომ ყალბია მათი მხრიდან ნებისმიერი ესეთი ვითომ პროტესტი. ღირსეული პოლიცია არ იმსახურებს იმას, რომ აი ამ შემთხვევიდან გამომდინარე მის მიმართ ესეთი უსაფუძვლო პრეტენზია იქნეს წამოყენებული. ხალხის ძალაში გორში მომხდარს ნეგატიურად აფასებენ და უსვამენ ხაზს, რომ მსგავს ერთეულ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მნიშვნელოვანია. საგამოძიებო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები კი მორიგჯერზე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებს. გორში მომხდარი ინციდენტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს პასუხი. სახელმწიფოს პასუხი ამ შემთხვევაში არის უმაღლეს დონეზე. 6 პირი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ ოპოზიციას გულისხმობ, რომ ამ ინსტიტუციას მიადგეს ჩრდილი, გამოიწვიონ ხალხის აგრესია. ხელისუფლების პოზიცია მტკიცია, ნებისმიერ დანაშაულში მხილებული ყველა კანონდამრღვევი დაისჯება, ოპოზიციის გეგმა კი საკუთარი მძიმე წარსული გადაფარონ უშედეგო იქნება. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის ერთობის დემონსტრირების იდეამ არ გაამართლა 26 მაისს გამართული აქციის შემდეგ ოპოზიციური კონფლიქტი ისევ გამწვავდა. გარჩევების ინიციატორი ისევ სააკაშვილია, რომელიც ოპოზიციას ტაქტიკას უწუნებს და მათგან ისევ მეტ რადიკალიზმს მოითხოვს. პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა ახალ ლოზუნგს არაადეკვატური გეგმას კი მავნებლური უწოდა და ალიანსს დავარცხნილი რიტორიკის ნაცვლად მოქმედებისკენ მოუწოდა. ეს 26 მაისს გამართული აქციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკის პირველი შემთხვევა არ არის, რის გამოც მას მაოხრებელი გზირი უწოდეს, შემდეგ ტყუილში ამხილეს და მოუწოდეს ისიც, რომ მისი მოსაწონი გეგმის დაალგება საკუთარ პარტიას მოსთხოვოს. დეტალებით ნანუკა წითელშვილი. მორიგი მარცხის შემდეგ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი ერთმანეთთან დაპირისპირების პარალელურად ახლა გაერთიანების შიგნით მარცხზე პასუხისმგებლის ძიებაშია. ძიების პროცესში კი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი დაწინაურდა. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კვლავ წერილს აქვეყნებს და კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს. ჩავარდნილი აქციის სლოგანს არაადეკვატურს მათ მიერ დაანონსებულ გეგმას კი მავნეს უწოდებს. საქართველოს იმსახურებს უკეთეს, სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი ფსევდო-დემოკრატიული რიტორიკა, შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი, ძალიან მავნე გეგმაა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის კრიტიკას კრიტიკით პასუხობენ ალიანსის წევრები. თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ სააკაშვილს 26 მაისის აქციის წარუმატებლობა სურდა, ამ სურვილებში კი თავად გახდა წარუმატებელი. ფედერალისტების ლიდერი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიმართ რწმენა ახლა მის პარტიაში შერყეულია.
შუაზე გაიხა ლანძღვით, რომ 26 მაისი არ შემდგარიყო და მერე ლუზერები ეძახებინა. მის პარტიაშიც შერყეულია მისი შესაძლებლობების რწმენა. 20 კაცი ხო ყავს, თითოს ამისი 7 ხატი რო უჭირავს, ვითომ მიშაზია აქცია ილუზიის შესაქმნელად. მარშს გადაასწრეს და სტრატეგიულად განლაგდნენ პარლამენტის კიბეებთან, რომ სპიკერებისთვის თავზე ჩამოეფხატათ და შეეტენათ კადრში ბელადი. დაპირისპირების ახალ რაუნდში, რომელიც კვლავ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა დაიწყო, თანდათანობით ალიანსის სხვა წევრებიც ჩაერთნენ. პატიმარი სააკაშვილის ბრალდებას ნიკა მელიას წინააღმდეგ დიმიტრი ბიძინაშვილის შემდეგ ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. პარტია ახალის წევრის მიერ მაოხრებელ გზირად შერაცხული სააკაშვილი ახლა ტყუილში ამხილეს. გვარამიამ ყოფილი უფროსი გააკრიტიკა და მეტიც ოპოზიციაში დაპირისპირების ინიციატორობაშიც დასდო ბრალი. ჯერთი ეს არ არის სიმართლე, რასაც ამბობს ნიკასთან დაკავშირებით, რომ მან დაშალა მიტინგი, საქმე არ ვიცი რას ნიშნავს ვინმე დაშალა მიტინგი, თუ ვინმეს რამე გაკეთება უნდა და იქ იყვნენ და შეძლოთ რომ გაიკეთებიან. სხვა შორის გია ბარამიძემ დაწერა კომენტარი, რომ თუ ვინმეს ბრალია ესო, მაშინ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ კოლექტიური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიტინგების გადაზრდა რევოლუციებში არ ხდება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მომხდარა 2003 წელს. იქაც ხალხის გადაწყვეტილება იყო. მე არ მესმის მიშა სააკაშვილის მხრიდან ეს კიდევ ერთხელ მისი საქმეა ეს, მაგრამ ეს ნეგატიური გაგრძელებების გარდა ამას არაფერი არ მოაქვს. იწვევს დაპირისპირებებს პარტიებს შორის, ისაც არ გვაკლია. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დაპირისპირების ახალ რაუნდში უცვლელად საკუთარი ლიდერის მხარეს იჭერს ნაციონალური მოძრაობა. სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტს აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის და ეს საერთო ინტერესებს არ აზიანებს. არაფერი დაპირისპირება ამ შემთხვევაში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურ პატიმარი, ხანდახან იხსენებს ხოლმე წარსულს, ხანდახან აწყოზე საუბრობს მომავალზე, ამიტომ ყველა მის სტატუსში ხა ჭირკედელაობა და იმის ზებნა რომ აი აგერ აქ ვინმეს იბრძვის არის ნამდვილად ზედმეტი. მმართველი გუნდი ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებულ ალიანსში კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სრულიად გამოფიტული ოპოზიცია ახლა წარუმატებლობების ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს. წარმოუდგენელია აღნიშნული ერთობა, შეუძლებელია უბრალოდ, იმიტომ ჩვენ მანამდეც გვაქვს ანახი არაერთი პლატფორმა, ცდილობა იმისა, რომ თითქოს რაღაც ერთიანდებოდნენ, ხან ფანჩატური იყო, ხან კიდე რაღაც გაურკვეველი შეკრება. რთულია, იმიტომ რომ როდესაც შენ იღებ გარედან დავალებებს და რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და მიდიხარ შენინების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რაიმე ერთობაზე საუბარი. სწორი სლოგანი შეარჩია კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ 26 მაისის აქციაზე და რა თქმა უნდა, საქართველოს უკეთეს იმსახურებს, უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. ამ ქვეყნის მოძულეების და კონსტიტუციის თავზე დამხობების ფეხქვეშ გამთელავების ადგილი, რა თქმა უნდა, არ არის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ძალები, რომლებიც სრულად არიან კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასულები, იყვნენ სამართლებრივ რეჟიმში გასამართლებულები, საკონსტიტუციო სასამართლოში. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების ახალი რაუნდი მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილმა ციხიდან ახალი წერილი გამოაქვეყნა და საკუთარი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე წლების წინ მისი მხარდამჭერი აქციის მიზანმიმართულ დაშლაში დაადანაშაულა. გლობალური ეკონომიკური შოკებისა და კრიზისის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, ამის დასტურია საქსტატის მონაცემები. 2026 წლის პირველი 4 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო აპრილში ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა. სამთავრობო გუნდს მოლოდინი აქვს, რომ ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებში შენარჩუნდება. რა დარგებმა იქონია გავლენა წინასწარ მაჩვენებლებზე და როგორია ხელისუფლების პოლიტიკა, დეტალებს ბორენა ონიანი მოგუყვება. ეკონომიკური სტაბილურობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერდა. აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.2% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდა მოდის როგორც ინდმეწარმეების, ისე შეპსების სეგმენტზე, ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების მიმართულებით.
10.3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა. ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და საფინანსო სადაზღვევო სექტორებმა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად დაისახა საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული ტენდენციებიც, სადაც ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში და ზრდა 73.5%-ს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით ეკონომიკურ ზრდას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღი განაპირობებს. ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და სხვა სექტორებმა. გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა განვითარების მყარ ტემპს ინარჩუნებს. ქვეყანა მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. 4 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელი არა მხოლოდ რეგიონისათვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდება ყველაფერი ექსპორტის რეკორდული ზრდის და სიღარიბის მინიმუმამდე შემცირების ფონზე. საქართველოს აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ველოდებით ძლიერ შედეგებს წლის ბოლოსათვის. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში მმართველი გუნდისთვის სიღარიბის აღმოფხვრა სავსებით რეალურია. სახელისუფლებო პარტიაში მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. თავარი არის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი იყოს ბიზნესი, მოზიდული იყოს საერთაშორისო კომპანიების ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იძლევა ქლიანში და პროდუქტის გაზრდის შესაძლებლობასაც. სფეროს ექსპერტები ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას მომდევნო წლებშიც პროგნოზირებენ. მათი შეფასებით მაღალი მაჩვენებლები ძლიერ ეკონომიკურ აქტივობასა და ზრდის სტაბილურ ტრაექტორიაზე მიუთითებს. ამ მოცემულობით მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდით გლობალური მასშტაბით იქნება გამორჩეული. ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორი არის ამ ზრდის ფაქტორები, რა იწვევს ამ ზრდას. პირველ რიგში მომსახურების ექსპორტი და მომსახურების სერვისები ძალიან განვითარებულია. ახორ საინფორმაციო ტექნოლოგიები რა ძალიან მნიშვნელოვანია, ინდუსტრიული სექტორი, მათ შორის ადგილობრივი წარმოება სულ უფრო იზრდება. იზრდება ფინანსური ნაკადები, რომლებიც საქართველოში შემოდის და ეს გვაძლევს საკმაოდ მყარ გარანტიას იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებშიც კი ჩვენი საგარეო ექსპანსია წარმატებულად ხორციელდება და ექსპორტის სიმცირების ზრდა იმპორტთან და ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან შედარებითაც კი საკმაოდ თვალსაჩინოა. 2020-2026 წლებში საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერ პოზიციაზეა. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონის სხვა ქვეყნების შედეგებს. ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ობლიგაციები პირველად სინდიკაციის მეთოდით წარმატებით გაყიდა. ეს ნიშნავს, რომ პროცესში ერთდროულად რამდენიმე საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა. სახაზინო ობლიგაციების შეძენით კი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორები დაინტერესდნენ. მოთხოვნა შეთავაზებულ მოცულობას 4.5-ჯერ გადააჭარბა. პროცესს გალთენ თაგარტი და თიბის კაპიტალი მართავდნენ. 2026 წლის ყველაზე მასშტაბური ლარის ობლიგაციების გამოშვება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და უცხოელი ინვესტორების დამატებით დაინტერესებას ისახავდა მიზნად, რაც ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით განახორციელა. ნინო საულქოძე გიამბობთ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ობლიგაციების სინდიკაციის მეთოდით, ანუ რამდენიმე საინვესტიციო ბანკის მონაწილეობით პირველად გაყიდა. საუბარია 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ობლიგაციებზე, რომლის დიდი ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა იყიდეს. ყველაზე მეტი გაერთიანებული სამეფოდან იყო. შემდეგ მოდიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები. თანხის ნაწილი ასევე ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებს, საპენსიო ფონდებსა და კომერციულ ბანკებზე გადანაწილდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფოსთვის საჭირო თანხაზე 4.5-ჯერ მეტი განაცხადი შევიდა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ დიდი ინტერესის გამო სახელმწიფომ ფულის შედარებით ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა შეძლო.
საბოლოო ჯამში განთავსდა 5.9 წლის ვადიანობის 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა და თავდაპირველმა განაცხადებმა შეადგინა 1.8 მილიარდ ლარამდე, პრაქტიკულად 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვების მოცულობას. ამას საშუალება მოგცა, რომ ფასი ორჯერ შემცირებული იყო სინდიკაციის პროცესში და პრაქტიკულად იმ პერიოდში არსებული იგივე ვადიანობის საბაზრო ფასთან გათანაბრებულიყო. მიმდინარე გამოშვება განხორციელდა 26 წლის ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ფარგლებში, შესაბამისად აღნიშნული განთავსებით არ მომხდარა ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოძიება ან დამატებითი ვალის მთლიანი მოცულობის ზრდა. პროცესს ორი ქართული საინვესტიციო კომპანია Galten Tagarti და TBC Capital ხელმძღვანელობდა. კომპანიებში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულების ლოკალური გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, რადგან მათი განმარტებით სინდიკაციის გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვებამ უცხოელი ინვესტორების მეტი დაინტერესება გამოიწვია. ამ გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგცა, რომ მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი. Galten Tagarti, როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, იყო ჩართული ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების ასეთი ძლიერი ინტერესი აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ამ ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ ასევე კერძო ემისიების მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენ TBC Capital როგორც ერთ-ერთი ლიდერი საინვესტიციო ბანკი ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა განსაკუთრებით საერთაშორისო მოთამაშეებიდან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ მოთამაშეების თვითონ მყიდველების 65% საბოლოოდ მაინც უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები იყვნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანიები და ეს ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს. 2026 წლის ყველაზე მასშტაბური ლარის ობლიგაციების გამოშვება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას და უცხოელი ინვესტორების დამატებით დაინტერესებას ისახავდა მიზნად, რაც ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით შეასრულა. სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ოპერაცია ბიუჯეტისთვის დამატებით ვალს არ შექმნის, რადგან ის უკვე 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გეგმის ფარგლებში განხორციელდა. დიუშენისა და სხვა იშვიათი ნევროკუნთოვანი დაავადებების მქონე პირთა სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა, მოქმედებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, რაც ბენეფიციარებისთვის სრულყოფილ სამედიცინო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. ამასთან პროგრამა 100%-ით სრულად ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას. გარდა ამისა, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის დამატებითი სერვისები მოქმედებს, მათ შორის ელექტროიტლები, რომელსაც პერსონალური ამწევებიც დაემატა. მარიამ რატიანი გიამბობთ. ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება საქართველოში იშვიათი ნევრკუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სახელმწიფო პროგრამა უკვე ამოქმედა, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარების სხვადასხვა კლინიკებში სრულყოფილი სამედიცინო სერვისების ფართო სპექტრს მიიღებენ. მომსახურების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. პროგრამის არსი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა და არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით შესაბამის პირებთან დიალოგის გაგრძელების მზაობაც გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია. ეს გულისხმობს საკმაოდ დიდ სპექტრს სპეციალისტებისა, რომელთა ჩართულობითაც წელიწადში ერთხელ მაგალითად განხორციელდება პერმანენტული მონიტორინგი, სრულფასოვანი, სრულყოფილი მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობაზე, მის კონდიციებზე, როგორია დინამიკა დაავადების განვითარების და ასე შემდეგ, რომ იყოს რელევანტური შემდეგ კურნალობის გეგმები შედგენილი ინდივიდუალური. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ვრცლად განმარტეს ის სერვისები, რომელთა შეთავაზებაც იშვიათი ნევრკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის შეუძლიათ. იშვიათი ნევრკუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისათვის კლინიკა სრულად უზრუნველყოფს ამბულატორიულ მომსახურებას, ლაბორატორიულ ინსტრუმენტური კვლევების სპექტრს, ასევე კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღოთ მათთვის აუცილებელი ყველა სპეციალისტის კონსულტაცია, შესაბამისი გეგმიური კვლევებით. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები არიან ბენეფიციარები და ასეთ პაციენტებს ეკუთვნით წელიწადში ორჯერ ამბულატორიული კონსულტაციები ექიმების, როგორც
როგორც არის ექიმი, ნევროლოგი, ორთოპედი, გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და გარდა ამისა წელიწადში ერთხელ ეკუთვნით ერთი საწოლი დღის ფარგლებში მოთავსება კლინიკაში და ამ ერთი საწოლი დღის დროს, როდესაც კლინიკაში მოთავსდებიან, ნებისმიერი ის კვლევა, რომელიც მანამდე იყო, თქვათ, ამბულატორიულად ჩატარებული, ანუ ფაქტიურად წელიწადში 3 ჯერ ამ ბავშვებს უფასოდ ეკუთვნით ექიმის სპეციალისტების და კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. აღნიშნული სამედიცინო სერვისების მიღება შესაბამისი პროფილის კლინიკაში ყველა ასაკის მქონე პაციენტ შეუძლია. ინფორმაცია თითქოს პროგრამა მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ზათავართ მომსახუროთ როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ პაციენტებს, ამის ყველა რესურსი გაგვაჩნია, მზად არის სტაციონარი, მზად არის ამბულატორია, მზად არის ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი, უკვე დაწყებული არის შესაბამისი მომართვიანობა. სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტურ მხარდაჭერასაც. 2024 წლიდან ხელმისაწვდომია ესპანური წარმოების პრეპარატი დეფლაზაკორტი. გაფართოვდა ბენეფიციართათვის განკუთვნილი სამედიცინო ინვენტარის სპექტრიც. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სავარძელებლებით უზრუნველყოფის კომპონენტის, მენის აპარატების, ორთეზების, პროთეზების და ასე შემდეგ. ყოველწლიურად ვცდილობთ დავამატოთ ახალი დამხმარე საშუალება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგალითად სავარძელებლების შემთხვევაში ჯერ მექანიკური ეტლებით დავიწყეთ მუშაობა, ასე ვთქვათ, შემდეგ გადავედით ელექტროეტლებზე, შემდეგ უკვე პედიატრიული სავარძელებლების შემოვიღეთ. ეხლა ხანს დაემატა დამხმარე საშუალებების პროგრამას პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეშემო ბავშვებისთვის. ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების კვლევის თვალსაზრისით მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სურათი არაპროგნოზირებადია და კვლევებს ისინი ევროპის წამყვანი ქვეყნების კვალდაკვალ აკვირდებიან. ყველა ევროპული სახელმწიფო აი ამ მზადყოფნის ეტაპზე შემოწმების პროცესშია ცდილობენ გაარკვიონ. აი ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ ამ წუთას. ჯანდაცვის მინისტრის ამ განმარტების შემდეგ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა მედიამ ევროკომისიის პრესპიკერის კომენტარზე დაყრდნობით საკითხით სპეკულირებას სცადა, რასაც მიხეილ სარჯველაძემ კონკრეტული არგუმენტებით უპასუხა. აშკარად ოპოზიციურად განწყობილმა ერთ-ერთმა მედიამ საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია დაყრდნობით იმაზე, რომ ევროპული წამლის სააგენტოს მიერ მიღებულია პირობითი ხასუსვამ, პირობითი ავტორიზაცია ჯივინოსტატის, რაც არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ამით ევალება თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს, რომ საკუთარ პროგრამებში დანერგოს ჯივინოსტატი და დააფინანსოს ეს მედიკამენტი. ამას არამც და არამც ეს არ ნიშნავს და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციების გავრცელებისას ამის არ თქმა საზოგადოებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმართლე დაამახინჯო, ანუ ტყუილი შესთავაზოს საზოგადოებას. პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს მათ შორის იმას, რომ ამ მედიკამენტს ჭირდება შემდგომი კვლევაც, შემდგომი დაკვირვებაც და გარკვევა საკითხი ეს წამალი არის უსაფრთხო და ეფექტიანი თუ არ არის. აი ზუსტად ამავე მიზეზის გამო ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც თუ კი ავტონომიურად გადაწყვეტენ მომავალში, რომ დანერგონ ეს მედიკამენტი საკუთარ პროგრამებში და დააფინანსონ, ამის უფლება ევროპული წამლის სააგენტოსგან მინიჭებული ექნებათ. ვინც ამას არ გადაწყვეტს და არ გადაუწყვეტია ამ დრომდე ევროპულ სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას, აი მათ აქვთ კითხვები, ისინი ეძებენ პასუხებს ამ კითხვაზე, როგორც ამას აკეთებს საქართველო. სამედიცინო სერვისების გარდა დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად ყველა სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება უფინანსდებათ. ასევე დიაგნოზის დასმისთანავე 2025 წლიდან პაციენტებს ავტომატურად ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რაც მათ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში ჩართვას განაპირობებს. პაციენტები ასევე იღებენ სოციალური პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებასაც. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ეს თბილისის სხვადასხვა უბანში ნაქირავე ბინებში მოწყობილი სპეციალური სათბურებია, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კანაფის უკანონო მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. 6-ვე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეებს თბილისში, ნაქირავა ბინაში სხვადასხვა მისამართზე მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის და კულტივირებისათვის საჭირო მასალები. დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, მათ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება. დაცვის მხარის განმარტებით დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ამიტომზე დუმილის უფლებას იყენებს ყველა ბრალდებული, ვინც მაგ საქმეზეა დაკავებული, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვი. აღკვეთ იყო და პატიმრობა შეეფარდა სხვა დეტალებთან დაკავშირებით, არა ვარ შეთანხმებული ჩემი დაცვის კოშკთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითის ხდომა მცხეთაში დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2025 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს. სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები, ამასთან პარლამენტის წევრებმა ადგილზე მოინახულეს ჯიღაურასა და წილკნის ბაზები, სადაც ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საკვლევი ცენტრი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფონდ ქართულს დაფინანსებით შეიქმნა. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. უნიკალური ქართული ჯიშები, გადაშენების პირას მისული ვაზის სახეობები და 10 წლეულების განმავლობაში დაკარგული გენეტიკური რესურსები. დღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზეა დაცული. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა ჯიღაურაში გამართულ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე შეაჯამეს. დეპუტატებმა ცენტრის ანგარიში მოისმინეს, მესამე მოსმენით განიხილეს ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე იუნესკოს ნომინაციაზე საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცეს. 2026 წლის ამბიციურ გეგმებს შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თესლის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობაა, რომელიც ქვეყნის უნიკალური აგრომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანესი რაც უნდა გამოვყოთ 2026 წელს ეს გახლავთ თესლის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა, რომელიც ჯიღაურაში იგეგმება. ამასთანავე არ შეიძლება არ აღნიშნოს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ველოდებით ივნისის დასაწყისში. ეს არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის ქვეყნების მმართველი ორგანოს შეხვედრა თბილისში. გასვლით სხდომას პარლამენტის აპარატის სტაჟიორები, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. ახალგაზრდები ადგილზე გაიცნენ ქართული აგრარული მემკვიდრეობის უნიკალურ ისტორიას და იშვიათი ჯიშების დაცვა შენარჩუნების პროცესს. კომიტეტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად ჯიღაურას ბაზაზე არსებული ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერა. მიხარია რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ პარლამენტს არა მხოლოდ პარლამენტის კედლებში გაიცნოთ პარლამენტის საქმიანობა, არამედ კედლებს მიღმა იმას რაზეც გავლენა აქვს პარლამენტს. პარლამენტი როგორც საკანონმდებლო, ის ბიუჯეტის მხრივ არის ის ორგანო, რომელიც სწორედ შესაძლებლობას იძლევა რომ სახელმწიფო დაფინანსებით, კანონმდებლობის შექმნით სწორი მიმართულებები დაისახოს ამა თუ იმ სექტორში. წილკნის ბაზაზე კომიტეტის წევრებმა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა ქსოვილის კულტურის ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდებით ვაზისა და ხეხილის უვირუსო სარგავი მასალა მიიღება. სტუმრები ასევე გაიცნენ ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის და სერტიფიცირების ლაბორატორიების საქმიანობას, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურის ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. აქ არის მთელი ქართული სოფლის მეურნეობის გენოფონდი დაცული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს თავის დროზე, როგორც მოგეხსენებათ.
ქართოს თავისნობითა და ხელშეწყობით დაარსდა ეს ყველაფერი, გეგმები საკმაოდ ვრცელი და დიდია. ცენტრი ახდენს როგორც კონსერვაციას, ასევე გასუფთავებას, სხვადასხვა ვირუსებისგან, ჯიშების გამოყოფას და ასევე გამრავლებას მერე შემდგომში უკვე ფერმერებისთვის გადასაცემად. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ადგილობრივი ჯიშები, ენდემური ჯიშები, რაც წლების მანძილზე დაკარგული ჰქონდა, ამერიდან შესაძლებელია, რომ უკვე ქართველმა ფერმერებმა, მეწარმეებმა თავის ნაკვეთებში გადაიტანონ და გაამრავლონ. წლების განმავლობაში ცენტრმა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დაკარგული უნიკალური ჯიშების მოძიება, შენარჩუნება და სამშობლოში დაბრუნება შეძლო. საკვლევი ცენტრი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფონდ ქართუს დაფინანსებით შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებისა და გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა, სივრცე ერთდროულად 70 მგზავრს მოემსახურება. დღესვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გასასვლელი ამოქმედდა, სერვისი უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას გულისხმობს, რაც აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო პარტნიორ ვიზასთან თანამშრომლობით განახორციელა. დეტალებით საულმე გობრონიძე. გზავრთა მზარდ ნაკადზე მორგებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების ახალი სერვისები და განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და თანამედროვე შესაძლებლობების დანერგვა გრძელდება. $1 მილიონ მეტი ინვესტიციით აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საერთაშორისო პარტნიორ ვიზასთან თანამშრომლობით განახორციელა. თანამედროვე სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. პროექტში 50 ადგილობრივი დასაქმდება. ქუთაისის ლაუნჯზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო ერთ სივრცეში ორგანულად წარმოგვეჩინა ვიზას ბრენდის იდენტობა და ქუთაისის ისტორიული და კულტურული მახასიათებლები და მემკვიდრეობა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა. ბიზნეს ლაუნჯის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენ გზავრებს შევქმნათ კომფორტი, გზავრობამდე დაისვენონ, ან საჭიროების შემთხვევაში იმუშაონ აეროპორტიდან და შემდგომ იმოგზაურონ მათი სასურველ მიმართულებით. კიდევ ერთი სიახლე აეროპორტში ეგრეთ წოდებული სწრაფი გასასვლელის ამოქმედებაა. სერვისი მგზავრებს საშუალებას აძლევს საერთო რიგების გვერდისავლით სპეციალური დერეფნის საშუალებით უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები. სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია პიკის საათებში, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადი მაღალია. ყოველწლიურად ჩვენ ახალ სერვისებს მოვამატებთ იმისათვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული, შესაბამისად კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ასე ვთქვათ, მგზავრებზე ორიენტირებული კომფორტული სერვისები შევთავაზოთ. ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიის მომხმარებლებს მოემსახურება, არამედ მაღალხარჯვადუნარიან და კომფორტის მოყვარულ მგზავრებზე იქნება გათვლილი. მგზავრები მაქსიმალურ კომფორტს მიიღებენ ჩვენს ბიზნეს ლაუნჯში. 2012 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქართული ოცნების ხელისუფლებამ ერთი ავიაკომპანიით და 13,000 მგზავრით ჩაიბარა, რაც გზავრთნაკადის წლიური მაჩვენებელი იყო. მას შემდეგ კი მგზავრების რაოდენობა სწრაფად და სტაბილურად იზრდება. 2025 წელს აეროპორტი 1,820,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლის წინასწარი პროგნოზით ეს რიცხვი 1,860,000-მდე გაიზრდება. მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგია. წარმატებულია ჩემი საქართველო და წინსვლისკენ მიდის. რაც კეთდება, კარგი, ყველაფერი კარგია, შვილო. რო ფართოვდება, ესეც კარგია. გადატვირთული რო არ არის. ძალიან კარგია, მშვენიერია. ძალიან მიიღებს მგზავრებს კარგად, ტურისტების ბევრი ჩამოგივა და ქვეყნასაც წაადგება. ამ დროისთვის აეროპორტში 7 ავიაკომპანია ოპერირებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს 17 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს ყველა ტიპის ბორტის მიღება შეიძლება, რითიც ქუთაისის აეროპორტი კიდევ უფრო დაუახლოვდება საერთაშორისო მაღალ სტანდარტებს. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალ ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.